საღამოშიდობისა მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს კვირა და თქვენ უყურებთ ყველაზე გასართობ გადაცემას ანეკდოტების შოუ ისეთი მაგარი სტუმრები მყავს მოკლედ დაიპყრეს მთელი სოციალური სივრცე ამ ორმა ახალგაზრდამ და თუ ვინ არიან ისინი ახლავე წარმოგიდგენ და თავად დარწმუნდებით რომ ძალიან მაგარი ასე ვთქვათ ადამიანები გვეწვდნენ დღეს ანეკდოტების შოუში. ბატონები მირიან იაშაღაშვილი და ვაზგენ სუმბათიანი. მირიან იაშაღაშვილი და ვაზგენ სუმბათიანი საქართველოს ნაღდიშვილები არიან. დასრული უფლება აქვთ თქვან, რუსთაველი ჩვენიაო. რომ გკითხეთ, სომხეთ საქართველოს თამაში თუ ნახეთ თქო. ვიპასუხეს, კი, საკაიფო იყო ჩვენება რომ ჩვენებს მოუგესო. შოუში ისე კარგად იმღერეს ქართულ სომხური სიმღერა. კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ ქართლოსი და ჰაოსი ძმები იყვნენ. მირიან იაშაღაშვილს ქართული სახელი და გვარი აქვს. ვაზგენ სუმბათიანს კი პირიქით. მოკლედ ბიჭები ისე ყვებიან ანეკდოტებს რომ ჩვენც ვიცინეთ და ჩვენმა მეზობლებმაც. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუ. ნუ ეძებთ პულს და გააგრძელეთ ტელევიზორის ყურება. ხო! აბა გამარჯობა, დავზადით, ესე იგი არ ვიცი რა, აი რა შვება ეს სოციალური წელი. კი ბატონო, სივრცე, რომ ესე იგი ჩვენ რა ვიცი, სადაც ჩავრთეთ, გადავრთეთ, აგერ ბატონო, ჩემო ბატონო, ეს ტელეფონი ახლაც კი აი ხა მინდა რომ ავსკროლო და აგერ ყველგან ახართ თქვენ. ყველგან. მიდი დოლი წამაიღე და მთელი ამბავი რა. გაგვეცანით ხალხო, ვინ ახართ? ის ერთი ამბავით კი ვაგზენ, მოდი დავიწყოთ შენგან. იმიტომ რომ მე მგონი მისი იდეა ხო მირიან ეს ყველაფერი. იდეა ჩემია. შენია? მაგრამ მე დაურეკე ვაზგენას უთხარი მოდი სიმღერა ჩავწერო და რაზე? ყავაზე მოდი რამე ჩვეულებრივი რაღაცა ჩავწეროთ. მე იფიქრა, კაი მოდი ჩავწეროთო. მოვიდა სტუდიაში ჩემთან და ეს სიმღერა გამოვიდა. ხო, მაგარი. მაგრამ რატომ მაინც ყავაზე რა? იმიტომ რომ ჩვენ ყოველ დღეს ვსვავთ ყავას. არა, უფრო მარტივად გეტყვით. ესე იგი როგორ იყო რა? ჩვენ გვქონდა იდეა რომ გაგვეკეთებინა რაღაცა ესეთი იუმორისტული სიმღერა და შეგვექნა პერსონაჟი ასეთი, რომელიც ყველას მოეწონებოდა. ამავდროულად იდეა იყო ყავის, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ყავა. დღეს ერთი 6 ჭიქა ყავას ავსვამ რა. აჰა. ნალექიანი უნალექო. აპარატის. აპარატის. ხო და იდეაში როგორ არის, ცით ანუ ეხა ეს ყავის სიმღერა ისე ჰიპ-ჰოპის სტილში, რეპის სტილში ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ ჩვენ ხო იცით მაინც ხანარის სტუმარ მასპინძლობა ვიცით და დოლის გარეშე ვერ წავა ეს საქმე რა. ხო, რა თქმა უნდა. ხო და მოვიფიქრე რომ გავაკეთო სიმღერა, რომელიც დაიწყება რეპით, ანუ აი წაკითხვით, ხო? წაკითხვის შემდეგ შემოვა მისამღერი და ის მომენტი, რომელიც ყველას ააყენებს და აცეკვებს. კი ბატონო. მე მგონი ეგ გამოვიდა. ეგ გამოვიდა. იმიტომ დაჩენ სიტყვები მე მგონი არავის არ ისმის. ყველაზე მაგარი ეგ გამოვიდა. მაგრამ რა ხდება ეხა იცი? მთელი ამ თქვენი ისტორიის მთავარი ამბავი არის დღეს და რატო? იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელი, რუსთავი 2-ის მაყურებელი და რა თქმა უნდა ამ გააცემის მაყურებელი პირველად მოისმენს სრულ ვერსიას, ხო მასია ამ სიმღერისას. და მადლობა ამისთვის და ეს უნდა დაგველოდოთ ჩემო ძვირფასებო, ჯერ ბიჭები თავის ისტორიებს მოყვებიან და გააცემის ბოლოს თქვენ გელოდებათ პრემიერა, დოლი წამაიღე, როგორ არის ეგ ფრაზა? ალექს დოლი გააზრეთ წამაიღე. კარგი.